გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ წინა ექსპერიმენტ სოციალურ ქსელებში საერთო ჯამში 3 მილიონამდე ნახვა ქონდა, გადავწყვიტეთ რომ შემდეგი ექსპერიმენტიც არანაკლებ საინტერესო ყოფილიყო, ამჯერად ვეცადეთ გაგვეგო რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას, როცა ქუჩაში მამა შვილს უყვირის და უხეშად ესაუბრება. ჩვენი ჟურნალისტი ეკა სესიკაშვილი გვერდება ახლა სტუდიაში და მისგან უფრო მეც გავიგებთ ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. ეკა პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ჩვენ განებივრებული ვართ ჩვენი ექსპერიმენტებით, იმიტომ რომ თვითონ აი ამ ექსპერიმენტის იდეასაც, ფორმასაც და შესრულებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად საზოგადოებაში და მადლობა შენ ამისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ექსპერიმენტის ჩატარება მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს იმ თემებზე, რაზეც შენ მუშაობ, მარტივი ნამდვილად არ არის. მარტივი ნამდვილად არ არის შუადღემშვიდობისა, მე ვსალმობთ ჩვენს მაყურებელს, მარტივი ნამდვილად არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. დღეს ნამდვილად ძალიან სენსიტიური და საინტერესო თემით შემოგიერთდით და გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი სოციალური ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, ამჯერად გვენახა რა რეაქცია ექნებოდა და როგორ რეაგირებას მოახდენდა საზოგადოება მაშინ, როდესაც მამა უხეშად ესაუბრება მოზარდ შვილს, პატარა გოგონას. გადამღები ჯგუფთან ერთად გავედით ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას, სადაც ჩვენი მსახიობი მამაკაცი ბავშვს ხმამაღლა უყურებდა, ხოლო შემდეგ სუბუქად, მაგრამ ფიზიკურად მაინც გადავიდა ფიზიკურ თუნდაც თმის მოკაჩვაზე, რამაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი რეზონანსი და გამოხმაურება გამოიწვია ჩემ და საბედნიეროდ და მინდა გასაკვირადაც კი ჩვენ შემთხვევაში ახლა მოხდა, თუმცა ხო შეგვიძლია მაგალითები მოგიყვანოთ ჩვენ წინა ექსპერიმენტი, სადაც მქონდა როდესაც უცხო მამაკაცი მიდიოდა მოზარდ გოგონასთან და უწყებდა საუბარს, იქ სამწუხაროდ არ იყო მსგავსი ტიპის აქტიორობა, თუმცა ახლა ბავშვზე ნამდვილად სენსიტიური აღმოჩნდა საზოგადოება, რაც ძალიან კარგი და საბედნიეროა ნამდვილად. არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ქალბატონი, რომელიც მეტროში ჩადიოდა და ამობრუნდა უკან და მისთვის ეს ყველაფერი იმდანაც ემოციური აღმოჩნდა, რომ ტირილიც კი დაიწყო და ძალიან ბედნიერი იყო საბოლოო ჯამში, რომ ექსპერიმენტი გამოდგა ეს ყველაფერი. თუმცა აქვე შემიძლია აღვნიშნო ერთი სამწუხარო ფაქტიც, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. მხოლოდ ბავშვის დასაცავად ერთიანდებოდნენ ქალბატონები. სამწუხაროდ არც ერთი მამაკაცი არ აღმოჩნდა, რომელიც ბავშვს დაიცავდა და ეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენ რა თქმა უნდა გაფრთხილებული ვყავდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაღების პროცესი მიმდინარეობდა, მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ის ქალბატონებიც კი, რომელიც ბავშვის დასაცავად მოდიოდნენ და ერთიანდებოდნენ, აღნიშნავდნენ იმას, რომ პატრულს გამოუძახებდნენ გარკვეული დროის შემდეგ, თავად რომ არ ჩავრეულიყავი, ეს ნამდვილად ასეც მოხდებოდა და მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩაერია, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. და აქვე მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ეს არის ეს ექსპერიმენტი ძალიან რთული ახლა ამ კადრებს ადევნო თვალი. ძალიან მალე ვნახავთ ამ ყველაფერს და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონი ადამიანის ჩართულობა, ხო? შეიძლება ფიზიკურად რაღაც გარკვეული რაღაცების გამო, რასაც ალბათ ჩვენი ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო უფრო კარგად ახსნის, მოგვიანებით ნინო კერესელიძე იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, ჩვენთან ერთად, რომელთან ერთად უკვე ვისაუბრებთ თემაზე ექსპერიმენტის ნახვის შემდეგ. თუმცა შეიძლება ფიზიკურად ვერ მივიდნენ და ჩაერიან, მაგრამ არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, მაგალითად პირველ რიგში 112, სადაც შეუძლიათ რომ დარეკონ და ამით თავიანთი ალბათ ის მოვალეობა, რაც ყველა ჩვენთაგანს გვაქვს, მოიხადან. ეკა, აქ უნდა შეგაწყვეტინო, იმიტომ რომ დაახლოებით 1 თვის წინ მქონდა ეს ინციდენტი და 2 სიტყვით მინდა ვთქვა, რა ემოციური ფონი აქვს ადამიანს. შენ ხო აღნიშნე, რომ ეგრევე უნდა დარეკო. მე, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ზუსტად მსგავს ინციდენტს შევერძე, საკმაოდ გაბედული და აქტიური ვარ, თავიდან ბოლომდე გავიყინე, როდესაც დავინახე დასრული მამაკაცი როგორ უყვიროდა 3-4 წლის გოგონას. ადამიანის ეს აღარ იყო ექსპერიმენტი, ეს იყო რეალური. თუმცა იმ ადამიანებმაც არ იცოდნენ, რომ ექსპერიმენტი იყო, ვინც ჩაერია ან არ ჩაერია. მართალი ხარ და ამაზე დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოლოგთან ერთად კიდევ უფრო ცვლად ვისაუბრებთ. მოდი ჯერ ვნახოთ ექსპერიმენტს. უკვე გავშალოთ სტუმართან ერთად ეს თემა, ხო? ნახოთ.
8 დღის ექსპერიმენტი კვლავ გრძელდება და ამჯერად ის მამის შვილის მიმართ უხეშ მოპყრობას ეხება. შენ გეუბნები, არ გითხარი? უწყვიტო უნდა თავზე და მოხვაჭკოაზე რა. კამერები ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას დავმალეთ, სადაც ჩვენი მსახიობი მამაკაცი, ასევე ჩვენს მსახიობ გოგოს ქუჩაში ხმამაღლა ესაუბრება. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ხელი არ მოკიდო მეთქი, რომ გელაპარაკები შემომხედია. რამდენიმე წუთის განმავლობაში საზოგადოება შორიდან აკვირდება მამაკაცის უხეშ საქციელს. უყურებენ, თუმცა ჩარევისგან მაინც თავს იკავებენ. საბედნიეროდ ძალიან მალე ბავშვის დასახმარებლად მიდის ახალგაზრდა გოგო, რომელიც იწყებს ბავშვის დაცვას. მოგვიანებით მას სხვა ქალბატონებიც მიჰყვებიან. ხელი გაუშვით. ჩემი შვილია და მინდა უყვირე. როგორ ვერ უყვირებ? რას ქვია ვერ უყვირე? იცი რა დააშავა? აი ზუსტად თქვენაირები აფუჭებენ ესეთ ბავშვებს, ზუსტად. 4 უნდა ეს თემები აქეთ რა. ხალხე, არ უნდა რა, წამო. ერთი წუთით რა. სოციალური ექსპერიმენტია, მადლობა რომ ჩაერიეთ. მადლობა. თქვენი ყავით ძალიან აქტიურად. რა ხდება ამ დროს და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ხედავთ? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და არ უნდა გავატაროთ. ძალიან გავნერვიულდი. ოჰო. შეიძლება თქვენ ძალიან ემოციური. პატარა, იმიტომ რომ ამის ხელაშვილი შვილები ვიყავ სახლში და მეტროდან ამოუბრუნდი უკან მომიკუდა გული ამის ყურებაზე. ყველა მინც კი დაინახავს. უნდა მივიდეს და უნდა დაეხმაროს ესე. და არ აქვს ხომ მნიშვნელობა ეს მშობელი? არა აქვს. ძალიან შემეშინდა. ძალიან ვინერვიულდი. მადლობა რომ ჩაერიეთ ყველას. მადლობა. მიუხედავად საზოგადოების მიერ გამოხატული მკვეთრი და ჯანსაღი რეაქციისა, გადავწყვეტეთ ჩვენი ექსპერიმენტი გაგვეკრძალებინა და გვენახა, თუ შევძლებდით კიდევ ერთხელ მიგვექცია ადამიანების ყურადღება. მე რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ მოკიდო ხელი მეთქი, აი მე რამდენჯერ უკვე. საინტერესოა, რომ აქ უკვე ძალიან მალე ჩდება ერთი ქალბატონი, რომელიც დაუყოვნებლად მიდის ბავშვთან. ეს დააშავა რაღაც და იმიტომ. ცდილობს გაარკვიოს, ნამდვილად არის თუ არა ჩვენი მსახიობი მამაკაცი მოზარდის მამა. ხო გითხარი, რომ ხელი არ მოკიდო მეთქი? ეს ხო გითხარი, რომ სკოლაში არ გაიკეთო მეთქი რა? სკოლაში არ გაიკეთო მეთქი, გითხარი თუ არა? რომ გელაპარაკები აი სახი აიღეს ზემოთ. გამოეთრი ერთი აქეთ. ეხლა ამბობს წავიყო ჩემთან. სად წაიყვან ქალბატონო? კადრში კარგად ჩანს, როგორ აკვირდება შორიდან გოგო, რომელიც ცდილობს სიტუაციაში გარკვევას. გარკვეული ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს მივიდეს და ისიც აქტიურად იწყებს ბავშვის დაცვას. ხელს ნუკიდებთ ასე, რატო? ერთი წუთით სად წაიყვან? სად წაიყვან ეხა ვერ გავ. ბავშვი როა მამა ვარ, მისი და ვიცი რასაშველი. ერთი წუთით ძალიან გთხოვთ რა, ისედაც ნერვები მაქვს დაწყვეტაზე და ძალიან გთხოვთ, არ იცით რა მოხდა და რატო ერევით ეხა საერთოდ? გამოეთრიე წამოდიათ. რეაქცია. არა უშავს, ხალხის რეაქცია არ მაინტერესებს დროზე წამოდი ეხლა. დაეგდი ახლა. თავხე, დაურეკე ხა შენ თვითონ და დაელაპარაკებ. არ შეიძლება ეგრე. პატრულს არა იმას დაუძახეთ რა. და გიქცევით ეხლა თქვენ ძალიან. უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდის დასაცავად მხოლოდ ქალბატონები ერთიანდებიან. სამწუხაროდ არ აღმოჩნდა არც ერთი მამაკაცი, რომელიც ბავშვს დაიცავდა. დაეგდი აქ. ერთი წუთით რა, დაეგდი აქ. არა. ერთი წუთით რა. ექსპერიმენტის ბოლოს გადავწყვეტეთ, კიდევ უფრო მეტად გაგვემძაფრებინა ჩვენი გადაღების პროცესი და გვენახა, რამდენად დაიცავდა საზოგადოება ბავშვს, მაშინ როდესაც მამა იცდებოდა შვილის მათგან წაყვანას. საბედნიეროდ აქ უფრო მძაფრი ემოციები მივიღეთ. ქალბატონები პატარა გოგოს გადაეფარნენ კიდეც. სოციალური ექსპერიმენტია, მადლობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ჩარევა აბსოლუტურად. საერთოდ უსამართლობას ვერ ვიტან და მით უმეტეს ბავშვი ასე და რაღაცა ვიცი, რაღაცა იმოქმედა ჩემზე, მეც დედა ვარ და დავინახე და მეთქი მომამსია და რომ წავედი, ნახე ხალი უკვე მივიდა და მეთქი ეთყობა მართლა ეჭუბება. მეგონა მომეჩვენა მეთქი და მეც მოვედი მერე, რომ არა პატრონს გამოვიძახეთ მეთქი, ესე არ შეიძლება. ამ ხალხმა როგორც კი გავიგე, ეგრევე გამოვარდი, მეთქი რა ხდება და თან აი ეხა სკანკალები ისე ზუდად გავხდი. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას. ხო, ძალიან საინტერესო იყო, მართლაც დაამაღელებელი. ხო, ძალიან ემოციური იყო ნამდვილად. ხალები მივიდნენ და მამაკაცები. იცი, ვერაფერს ვერ თქვენინსა, იმიტომ რომ არსებობს კატეგორია, ალბათ ისეთი მომენტი იყო, როდესაც ისეთი მამაკაცების კატეგორია დაემთხვა მაინდა-მაინც იმ წამს, როდესაც რომლებმაც ვერ გადადგეს ეს ნაბიჯი და არ მივიდნენ მასთან, ამას
ალბათ თქვენ უკეთ ახსნით რა საერთოდ რა ფენომენია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მადლობა მსახიობებს და მადლობა შენ, შეიძლება მოხდარიყო ისეთი რამე, რომ ვერ მოესწრო ელემენტარულად ეკას ეთქვა, რომ ეს არის ექსპერიმენტი, აღმოჩენილიყო ისეთი მამაკაცი, რომ უბრალოდ ეცეს. მე არავინ არ მოუწოდებ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ ამ დროს ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ ამ დროს და მაშინვე როგორც კი ხო რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია რომ ამ მსგავსი ადამიანს რომელიც შეესწრება მსგავს ინციდენტს ესე არ უნდა გაიაროს იცი მე ჩემი საქმე მაქვს და წავედი არავითარ შემთხვევაში შთაგონება ხო აქიდან მოვიდა რომ მე შევესწარი ამ ფაქტს და ნინოცას ისტორიიდან გამომდინარე გადავიღეთ ზუსტად რაც ახსენი რომ ვიყავი გაყინული და მიუხედავად იმისა რომ ტელეწამყვანი ვარ და გამბედავი ვარ ორი სიტყვა რისგანაც შედგებოდა ახლა თუ არ შეწყვეტავთ გამოვუძახებ სასწრაფოდ პატრულს აი მხოლოდ ეს მოვასწრე და გაყინული ვიყავი მანამდეც და მე ჩემს გარდა მთელი ქუჩა სავსე იყო, როგორც ქალები, ასევე ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ 18-20-25 წელს და სულ იმ ბიჭებზე მეფიქრება, იცი, გასაგები, აი, ბიჭებმა როგორ არ მივიდნენ კაცთან და არ უთქვეს, რომ გულგრილობა ამ დროს ხო ეს ის მომენტია, სადაც პრინციპი არ ვერევი მე სხვის საქმეში და ნურცხო ჩაერევა ჩემში, მე მგონია, რომ არასწორია, როდესაც ხო ბავშვთან ეკა ეს ვიდრე ფსიქოლოგთან გადავა და დავიწყეთ საუბარს, ეს იყო შენი მესამე ექსპერიმენტი და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვახახნო, ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი, პრაქტიკულად ხო, პრაქტიკულად ბომბზეზე ხარ, ხო, შენც, წამყვანიც, ჟურნალისტიც, ოპერატორიც, მით უმეტეს მსახიობები და მაინტერესებს შენი მოსაზრება აი ამ სამი ექსპერიმენტის შემდეგ უბრალოდ რა გამოიკვეთა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც შეგიძლია რომ აქცენტი გააკეთო. კი, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი მესამე უკვე სოციალური ექსპერიმენტი ამ მოკლე დროში და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც და რატო ამბობ ამას ავხსნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ექსპერიმენტებს, აი მაგალითად წინას, რომელიც უცხო მამაკაცის საუბარს ეხებოდა და ასევე ბავშვს ეხებოდა, 3 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა სოციალურ ქსელებში და აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება არ ერეოდა პირდაპირ კომენტარებში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და აქტიურად გამოხატავდნენ მათ ემოციებს, რომ ეს არ არის სწორი და არ შეიძლება და ნუ მოკლედ მიდიოდა ამ ყველაფერზე ძალიან აქტიური მსჯელობა. ასევე გადავიღეთ ჩვენ ექსპერიმენტი, სადაც მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით თავად მსახიობები და იყო ქალზე ძალადობა. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიურად იყო საზოგადოება ჩართული და ჩემთვის ამ სამი ექსპერიმენტიდან გამომდინარე გამოიკვეთა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, სადაც ჩანს, რომ ბავშვი არის სენსიტიური, თუმცა როდესაც საქმე ეხება ფიზიკურ დაპირისპირებას და ფიზიკურ შეხებას, აქ უფრო მეტად არის აქტიურად საზოგადოება ჩართული და უფრო აქტიურად გამოხატავს თავის ემოციებს. თუ სიტყვიერ, ხმამაღალ შელაპარაკებაზე ან ყვირილზე მიდის მხოლოდ საქმე, ნაკლებია საზოგადოების ჩართულობა. ახლა აუცილებლად უნდა გადავიდეთ უკვე ჩვენს ფსიქოლოგთან, ქალბატონ ნინო კერესელიძესთან და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ პირველი კითხვა, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ პირველი კითხვა, ყოველთ ახდებით იმაზე, რომ რეაგირების გარეშე ეს მოვლენა არ უნდა დავტოვოთ, თუმცა როგორც ფსიქოლოგს გეკითხებით, აი რა ფორმით უნდა მოხდეს ადამიანების ჩარევა, ანუ რას გულისხმობ, როდესაც დავინახეთ, რომ ხდება ქუჩაში ძალადობა. ასეთ დროს ვრეკავთ პირდაპირ 112-ში, მივდივართ და პირდაპირ ვერევით თუ რა ფორმით არის სწორი რომ ჩავერიოთ. მნიშვნელოვანია რომ აუცილებლად მოხდეს რეაგირება და არც ეს შემთხვევაში არ მოვახდინოთ ფიქრი იმაზე ჩავერიოთ თუ არ. იქიდან გამომდინარე რომ როდესაც ხედავთ რომ ნებისმიერი ადამიანი არის პოზიციაში, როდესაც ვერ იცავს თავს, ის საჭიროებს გვერდში დგომას. ფორმა როგორ შეიძლება ჩავერიოთ, შეიძლება თუ ხედავთ რომ უსაფრთხო არის რომ მივიდეთ და პირდაპირ ჩავერიოთ და შევაჩეროთ, რა თქმა უნდა ეს ყველაზე ეფექტურია და იმწუთიერი ჩარევა. თუ კი ხედავთ რომ მარტო ჩვენ ვერ გამკლავდებით, შეიძლება იყოს და არსებობდეს ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან და მნიშვნელოვანია მოვიზიოთ ძალიან ოპერატიულად ეს ადამიანები და რა თქმა უნდა შესაბამის ორგანოებთან მოვახდინოთ ზარის განხორციელება, რომ იყოს რეაგირება. აღნიშნულ აი ამ кейსში ახლა რასაც უყურებდით, ძალიან მკვეთრია ფიზიკური ძალადობა და შესაბამისი რეაქციებიც არის. ძალიან მძაფრად მიდიან ქალბატონები და თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, რომ ქალბატონების რეაგირება მაღალი. ეს ერთის მხრივ გამოწვეული არის, რა თქმა უნდა, იმ ემპათიური მომენტით, რომელიც ქალბატონებთან ძალიან მაღალია და იმ შინაგანი ინტუიტიური ქცევით, რომელიც მოდის და მეორეს მხრივ ძალიან ხშირად მესმის მე, რომ მამაკაცების მხრიდან სხვის საქმეში ჩარევა
ჩარევა თითქოს ეს რაღაცნაირად პატივმოყვარეობასთანაც არის ხოლმე დაკავშირებული და მე ხშირად მსმენია თუნდაც ჩემი კლიენტებისგან რომ აი ქუჩაში როდესაც რაღაც კონფლიქტი არის ვერიდები ზედმეტი შარი არ გვინდა. აი ეს არის ხოლმე ფრაზა რომელიც ძალიან ხშირად მესმის. თუმცა ხომ არ არის აქ ბოდიში შეგაწყვეტნებთ ხომ არ არის აქ ის ფაქტორიც რომ მამაკაცები ფიქრობენ და ეშინიათ გარკვეულწილად რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს მათთანაც ძალიან ძლიერ ფიზიკურ დაპირისპირებაში. რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის ხოლმე პირველი ფაქტორი, როდესაც ვახსენე რომ აი ზედმეტი თავის ტკივილი ერთგვარად და ზედმეტი პრობლემა შეიძლება იყოს და უფრო მეტად უფრთხიან ხოლმე რაღაც მომენტებში და სიტუაციებში საკუთარ დაცულია შესაბამის სტრუქტურებში თუ ადამიანი თვითონ ვერ დგამს ამ ნაბის და ვერ გამოხატავს ინიციატივას შეიძლება რომ თქვა დავიღოთ ტელეფონი და დავრეკოთ არავის არ ვაკრიტიკებ ამ შემთხვევაში მაგრამ უბრალოდ ჩემს როგორც დედისთვისაც ძალიან სენსიტივურია რომ ემოციური თემა იცოდე რომ ბავშვს ეშხუბებიან და რეაქცია არ შეიძლება გაიზარდოს ძალიან ცუდად და დასრულდეს ძალიან ცუდად მაგრამ არსებობს კონფლიქტის მოგვარების აბსოლუტურად სხვა ფორმა იგივე დამშვიდების ამბავი როცა შეიძლება რომ უბრალოდ ამ ადამიანს რომელიც ამ შემთხვევაში ძალადობს ბავშვზე უბრალოდ გაუყარო ხელკავი და უთხრა რომ იცი რა მოდი გავიციოთ ოდნავ იქით ხშირად შეიძლება არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაში მე ეს ამბობ სხვათა შორის როდესაც ველაპარაკებ ფსიქოლოგებს და ქალაქში ვიკითხე ამ თემის ირგვლივ ხშირად შეიძლება ადამიანი არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაში რაც კიდე უფრო ართულებს სიტუაციას რა თქმა უნდა ინე მოდი ბუნებრივია რომ სტორი რეაქცია როგორი უნდა იყოს მოდით ამ ვითარების განმუხტვის ფორმა პირველი აი მინდა გავაკეთო კომენტარი არაფხიზელ მდგომარეობაზე რა თქმა უნდა ძალიან ხშირია მაგრამ ჩემი რესურსად მნიშვნელოვანია დავინახო ადამიანმა კომუნიკაციის და კონტაქტის ფორმა რა თქმა უნდა იყოს აბსოლუტური განცალკევება ბავშვის და მოზალადის ვინც არ უნდა იყოს ეს დედა იქნება თუ მამა ამ შემთხვევაში ასევე მინდა გავაკეთო აქცენტი რომ ჩვენ საზოგადოებას გვიჭირს გავიგოთ რა არის აგრესია და რა არის ძალადობა ხშირ შემთხვევაში და გვაქვს ხოლმე ესეთი დამოკიდებულება ხშირად და ნელ-ნელა უკვე იცვლება რომ მისი შვილია, მისი საქმეა და რაც უნდა ისქნას, ხო? ეს დამოკიდებულებაც იყო რამოდენიმე წლის წინ და არ ერეოდნენ შესაბამისად ადამიანები. აღზრდის მეთოდებს შორისაც იმხელა სხვაობებია, რომ ალბათ აქედან მოდის ყველაფერი. ბუნებრივია ეს ერთი. ვიღაცისთვის ეს ნორმაა და ხო, მე რა პრობლემები აჩვენეს რომ საერთოდ საფეთქებთ და სტატისტიკურად ნამდვილად შეიცვალა საქართველოში ეს მდგომარეობა რაც ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა უკვე შეიცვალა სიტუაცია, უბრალოდ აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ნახეთ პირველი სიუჟეტი მე ვნახე თქვენი როდესაც ეს ირიბი ძალადობა იყო მოდი ესე დავარქვევ და საუბრის ფორმა იყო მხოლოდ ჩარევა ძალიან ნაკლები იყო ეს მოხდა იმიტომ და ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ აქვს საზოგადოებას ინფორმაცია რა არის ემოციური ძალადობა რამდენად რთულია ეს ფორმა და რამდენად დიდ კვალს ტოვებს და მხოლოდ ხშირ შემთხვევაში რეაგირებთ ფიზიკურ ძალადობაზე რაც ერთის მხრივ ჩვენში ვიაღზრავს იმპულსს რომ ჩვენ შეგვეშინდა, ჩვენ გვეტკინა, ჩვენ გვახსენებს ჩვენივე რაღაცა ტიპის გამოცდილებებს, რომლებიც შეიძლება გქონდეს. აი, ემოციური ძალადობა უტულდება პირობითად ფიზიკურ ძალადობას. აი ეს არის ბევრად მეტი სრული ადამიანისთვისაც და პატარისთვის. ემოციური ძალადობა არის ის, რისი გადალახვა ხშირ შემთხვევაში ადამიანებს იმდენად უჭირთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ტრავმად მიყვებათ. ამიტომ ეს სამუშაო საკითხი უკვე ინდივიდუალური თერაპია. მნიშვნელოვანია როგორ უნდა ამოვიცნოთ ბავშვში რომ არის ეს ძალადობის ნიშნები. აი მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე ეხლა ამ შემთხვევაში ქუჩაში მოხდა სადაც ყველამ დაინახა ეს ყველაფერი, თუმცა შეიძლება ოჯახში იყოს თავად ბავშვი ძალადობის წყურვილი და მეზობელს ესმოდეს თუნდაც ეს ყველაფერი. ან არის აი რაღაც ნიშნები ალბათ იქნება ხო ბავშვებში, რითიც შეგვიძლია რომ ამოვიცნოთ ეს ძალადობა. ამ დროს რა ხდება? პირველი, როდესაც მეზობელს ესმის, მეზობელს აქვს პასუხისმგებლობა რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვის კეთილდღეობა იყოს დაცული და მისი საუკეთესო ინტერესი გათვალისწინებული. ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. მეორე მხრივ სიმპტომები, რომლებიც ბავშვებს აქვს, ძალიან მკვეთრია ხოლმე. ძალიან ახლოს მიახლოებისას ისინი უკან იწევიან. ძალიან ხშირად არის რომ დაზრგუნულები არიან და უჭირთ თვალის კონტაქტის დამყარება ადამიანებთან. ხშირ შემთხვევაში ძალიან ჩუმად საუბრობენ და ძალიან გაუგებარია ხოლმე მათი სიტყვები, არ ასრულებენ ფრაზებს. ძალიან ხშირად არის რომ ისინი იკვებებიან ძალიან აი ხელის დაფარებით, თითქოს ძალიან ჩუმად და მოგძალებით. ხშირ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო მდგომარეობებიც, როდესაც ისინი ჰიპერაგრესიულები თუნდაც არიან სკოლაში, ბაღში, ამტვრევენ სათამაშოებს, კბენ
ვლენენ თანატოლებს ეს ფაქტებიც არის ხოლმე უფროს დასრულ ასაკში არის უკვე მოთხოვნილება გავუხდებ ჩაგვრელი და ხშირ შემთხვევაში თუ კი სახლში ძალიან ხშირად განიცდის მოზარდი ძალადობას ის აი ამ ფორმას სარკისებრულად ირეკლავს და იმ სოციუმში რომელშიც იმყოფება შემდგომ ახორციელებს. ანუ მოძალადეს დის მოძალადეს. ცალსახად დის მოძალადეს. როდესაც ჩვენ საუბრობთ სხერბლზე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს არის ჩაკეტილი სამკუთხედი საიდანაც ისტორიებიც არაერთი ვიცით. თავისთავად როდესაც მივიდივარ ფსიქოლოგიაში და ერკვევი და იწყებ ამ ყოველთვის პირველ რიგში განახვას და მე ისეთი პროტესტი აქვთ ამ მშობლების მიმართ რომ არ უნდათ ის მდგომარეობა რომ აბსოლუტურად ეს უკვე მე შევძელი გაცნობიერება და თუ კი მე შევძელი რომ გადავლახო ეს ემოციები და ნახეთ პირველ რიგში განამშობელს ვაპატიო ჩემს თავს უსუსურება. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული ნაწილი რომელსაც კლიენტები გადიან თერაპიის პროცესში. ასეთ დროს ალბათ კიდევ უფრო ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება. აი სწორად თუ შეგიძლიათ მოკლედ რომ გურჩათ, სწორად როგორ უნდა ვესაუბროთ ასეთ დროს ბავშვს, როდესაც ხედავთ რომ ის ძალადობის მსხვერპლია. პირველი აუცილებელია მივცეთ საყრდენები, მივცეთ უსაფრთხოების განცდა, ვინაიდან ნებისმიერ ძალადობას ახასიათებს გრაუნდის საყრდენის დაკარგვა. შესაბამისად, აი ეს უსაფრთხო გარემო ეს შექმნა არის არსებითი. შემდგომ ამისა, რა თქმა უნდა, მისთვის ხარდაჭერის გამოხატვა, როგორც იქნება ეს ახლობლების ჩარევით თუ შესაბამის უწყებების ჩარევით, რომ ეს უსაფრთხოების შექმნა მოხდეს და შემდგომ ამისა გამოხატვის უფლება მივცეთ. და ეს რას ნიშნავს, რომ მე გისმენ შენ და არ გაკრიტიკებ. ნახეთ ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვებს აქვთ განცდა რომ მათი ბრალია რომ მცემენ ან მათი ბრალია რომ მათზე ძალადობენ და მე ძალიან ხშირად მესმის ეს ფრაზა რომ მე დავაშავე და ამიტომ მომხდა და ეს არამც არ არის გამართლებული ფორმა ბუნებრივია და ხშირად მოზალოდეს ეს ახასიათებს რომ შენი ბრალია გადაიტანოს სწორედ ეს ბრალეულობის მოხსნა არის ის რაც საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა არის აი ესეთ პერიოდში და სიტუაციებში ხშირად ბავშვების ტრავმები გაყვება ძალიან დიდხანს და დასულ ასაკშიც და გონი ყოველ თახდებით იმაზე რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძალიან ისეთი ბედნიერი და კარგი მშვიდი ცხოვრება. ყველა ბავშვი იმსახურებს ამას, განსაკუთრებით ოჯახის სითბოს და სიყვარულს. ბუნებრივია ეს ბავშვების ტრავმები არის ის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე აყალიბებს ჩვენს მეს კონცეფციას, ვინ ვარ ჩვენ და როგორ და ამაზე ძალიან ბევრს საუბრობთ, მათ შორის ამ სივრცეში და ყოველთვის უთმობთ ხოლმე დროს, იმიტომ რომ ის არის ის საჭიროებო საკითხი, რომელიც ყველამ უნდა კარგად გავისიგრძე. და რაც თავარია, არასოდეს არ არის გვიან, ყოველთვის შეიძლება ამ პრობლემებზე დავიწყოთ მუშაობა, იმიტომ რომ ხანდახან არის ადამიანი ფიქრობს, რომ ჩაიარა ცხოვრება. სინამდვილეში არა, როგორც კი აღმოაჩვენთ პრობლემას, ჩვენ შეგვიძლია ის დავძლიოთ. კარგი, მადლობა ნინო, ძალიან დიდი. მადლობა შენ ასეთი აქტუალური და საინტერესო თემისთვის და ექსპერიმენტისთვის.